მე ვთვლი, რომ პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მე ძალიან ბევრი ადამიანისგან ძალიან გულწრფელად მესმოდა, რომ აი რა დროს ეს არის, რომ აი შიდა გარჩევებია ოპოზიციაში, რით ვერ დაასრულეს და ასე შემდეგ და მინდა ვთქვა, რომ მე შიდა გარჩევებით ნაწილი არის ამ ბრძოლის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით ამომრჩევლს აინტერესებს კითხვებზე პასუხი და აინტერესებს იცოდეს ვის მიყვება ამ ბრძოლაში. აინტერესებს რა იყო შეცდომა, აინტერესებს ვინ რო შეცდომა დაუშვა, ვინ როგორ გადააფასა თავისი შეცდომა, გადააფასა თუ არა. ეს ინფორმაცია ამორჩეულს უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ძალიან მკაფიოდ ხო არ გინდათ თქვენ ხალხო, რომ რაღაცა კულუარებში რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღებოდეს და მე ესე იღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს ესე იგებდეთ, ხო? არავის არ უნდა დემოკრატიული პროცესი თუ ამბობთ, რომ ბიზნესგან ამით განსხვავდებით, მაშინ დემოკრატიული პროცესი ეს არის მათ შორის, რომ ამორჩეულს სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეს მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. პირიქით, ეს როგორც მიშამ თქვა, რომ ეს ყველაფერი დაიწრიტება და ამორჩეულს ექნება შესაძლებლობა, მაგრამ ზუსტად მიხვდეს ამ 14 წლის განმავლობაში ვინ იყო უღალატო და ვის უნდა გაყვნენ. ამ ბრძოლაში ხა რა ხდება ალიანსშიო? მე მგონია, რომ იმ ბრიფინგზე ჩვენ ბევრი ბრიფინგი ყოფილა, სადაც მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ხო, მაგრამ აი ამ ბოლო დღეების დაპირისპირების ფონზე ძალიან საინტერესოა. არა, უბრალოდ მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ესეთი რაღაც დღეს მირეკავდნენ პროპაგანდისტული არხები და მე კითხებოდნენ, რომ ჩერგოლეშვილმა რაღაცა პოსტი დადო და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ალიანსში და მე არ ვიცი ჩერგოლეშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მმართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, მე ვიცი, რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით და უმრავლესობით და არ გამიგია სხვა წარმომადგენლების ალიანსის გარო ნაციონალური მოძრაობა მანდ არ არის. ჩვენი გადმოსახედი და შეგვიძლია გითხრათ ის, რომ ალიანსში ვართ. ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები და ახლა ამ კითხვებს ყოველთვის დასვამს მიხეილ სააკაშვილიც და ამ კითხვებს ყოველთვის დავსვამ მეც. აი არ გაგაწყვეტინეთ, დაგაცადეთ, მე არ ვიცი რა კითხვით გირეკავდნენ თქვენ პროპაგანდისტული არხების წარმომადგენლები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მე რა კითხვები გამიჩნდა ამ ბოლო დღეების მართლა ღიად გახსნილი ცეცხლის შემდეგ. ეხლა რა საკითხებსაც თქვენ აყალიბებთ, ეს ყველაფერი ხომ არ უნდა გაგერკვიათ, თუ კი რაღაც მსგავსი პრეტენზიები იყო ერთმანეთის მიმართ, წავიკითხეთ თქვენი პოსტი მაგალითად ნიკა გვარამიას მიმართ და მოკლედ ყველა კომენტარი, რომელსაც ადევნებს Facebook საზოგადოება, მათ შორის თქვენი ამომრჩეველი და ოპოზიციის ამომრჩეველი ხო თვალს. ხომ არ ჯობდა რომ ეგ კითხვები თუ კი რაიმე ერთმანეთთან არსებობდა, ვიდრე გამოცხადდებოდა ოპოზიციური ალიანსის შექმნა, მანამდე დასულიყო, იმიტომ რომ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ეს იყო მთავარი ხაზი, რაც ალიანსმა შემოგთავაზა და აი როდესაც ამომრჩეველი გისმენთ, გიყურებთ, როგორ უნდა მიგიღოთ თქვენ როგორც ალტერნატივა, თუ კი შექმნიდან ძალიან მოკლე პერიოდში ეხლა ვისმენ ჩვენ განცხადებას იმის შესახებ, რომ თურმე ყველა კითხვა ეხლა უნდა დაისვას. ახლა მე უფრო მეტი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა ყოფილიყო და დასმულიყო ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ესე არ მოხდა და მე მესმის ახლა ვინც ამ ყველაფერს აჩერებდა და თვლიდა, რომ ახლა ერთობა იყო მთავარი და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იყო მთავარი, იყო მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით მიშა ძალიან ხშირად ვამბობ ამას, რომ ძალიან დიდწილოვანია ესეც საკითხებში და ყოველთვის ის რომ მისი პირადი თავდასხმები მასზე, თუნდაც ღალატი, იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ რას ხედავთ ოპოზიციურ სპექტრში ახლა ხედავთ იმას, რომ რაღაც მთავარი სამიზნე კიდე მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლაა. იმ ადამიანებისგან, ვინც მიშამ შექმნა ნამდვილად და ბევრით არიან დავალებული მათ შორის. ახლა მე ესეთ ფრაზებიც მოვისმინე, რომ იქო რაღაცა მიშას კაპიტალიზირებას ახდენენო და ექსპლუატაციასო მიშას და თუ ვინმე ექსპლუატაცია და კაპიტალიზირება 14 წლის განმავლობაში მიშასი მოახდინა, მე ნამდვილად არ ყოფილვარ ან ირაკლი პავლენიშვილი და ან იგორი და ან კიდე ლევან სანიკიძე, ხო? ის ადამიანები არიან, ვინც ახლა ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ეს რაღაცისგან ჩააჩუჩონ. არ ვუყურებ ამას როგორც ტრაგედიას, მე მგონია, რომ უფრო მანამდეც უნდა ყოფილიყო ის, რომ აი ეხა ეს არ გვენახა თუნდაც, მაგრამ ამაშიც არაფერი ტრაგიკული არ არის, ესეც ნაწილი არის და კითხვებზე პასუხი ხო გაინტერესებთ და ეს კითხვები მაქვს მეც, ხო? ეხა ჩვენ რას უყურებთ? არა, უბრალოდ თუ მსგავსი კითხვები არსებობდა ერთმანეთთან მიმართებაში, ეხლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენგან თუ კი არსებობდა მათი მისამართი თქო, რატომ მანამდე არ დაისვა? იმიტომ რომ თავდასხმა დაიწყო, იგა. ნახე, ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამ კითხვებისა, მიუხედავად
აი ნახეთ რაში არ დავეთანხმები არავის იცი რომ ბიზნესს აწყობს ბიზნესს აწყობს სიჩუმე და ბიზნესს აწყობს კულუარებში მიღებული სააკაშვილი ამბობს რომ თუ ვინმე საწყობს ეს ყოველგვარ შინაარს მოკლებული პირადი ხაზიათის კონფლიქტები ეს არის დიქტატორის ჩემი პასუხი მათ შორის მიშასთანად არის ის რომ თუ რამე აწყობს ბიზნა ივანიშვილს მათ შორის არის სიჩუმე და კულუარებში მიღებული გადაწყვეტილება რაზეც ჩვენ უნდა გველაპარაკა 2024 წლის არჩევნებზე მაგალითად უნდა გველაპარაკა ვინ იყო ოქროს გასაღები ვინ იყო გილაური როგორ შემოვიდა ამ პროცესში გილაური რატო იყო 40 მილიონი ოპოზიცია გილაური რატო იყო ოქროს გასაღები ვინ იყო რაღაც შუალედურ სიგიჟე პრემიერებზე ლაპარაკი რა იყო და რატო ყვებიან ყველაფერს ხო ჩვენ როდესაც ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში სადღაც ყოველთვის ბიზნესს აქვს რაღაცა გეგმა B სადღაც ყოველთვის როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში ვარ და რაღაცამდე მივედით ყოველთვის რაღაცა ისევ ოპოზიციურ რაღაცა ფლანგზე რაღაცა შეცდომა იყო და შეცდომა კი არ იყო რა ვიცი დანაშაული ხო და არასოდეს ამაზე არ ვილაპარაკეთ და ამის გარკვევას რო ვცდილობთ ეს ხო არ არის რომ ვიღაცა აუცილებლად უნდა ჩამოვახშოთ და ფეხებით უნდა დავკიდოთ კაცო არა უბრალოდ ამ ადამიანებმა უნდა თქვან უნდა გასცენ ამ კითხვის პასუხი და უნდა თქვან ხო რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვეს თავის დროზე არ ვიცი ბიძინამ პავლემ პეტრემ თუ ვიღაცამ გადააგდო ამ შუალედურ გასაღებზე იყო თუ რაღაცა პრემიერზე იყო თუ ვიღაცაზე იყო და მივიღეთ ის რეალობა რაც მაგრამ აი რა საჭიროება მოიტანა ეხლა ეს თავდასხმები იმიტომ რომ ეს თავდასხმები არ გაჩერდა ინგა ეხა ალიანსის ესე ხო არ დაწყებულა ეს ყველაფერი ეხა მიშამ ხმარო ამოიღო მიშა 14 წლის განმავლობაში და მანამდეც მე მაჩარებდა ყოველთვის გულწრფელად რო გითხრათ და თუ ვინმეს გონია ეხა რომ აქ რო გავარდა მიშა ძალიან უხარია ამას რო ლაპარაკობ არა ნამდვილად მაგრამ მე ჩემი პოზიცია მაქვს მე მინდა რომ ვიყო მართალი ჩემს ამორჩეველთან იმიტომ რომ მიშას პოზიცია იყო ყოველთვის რომ ერთიანობა არის მთავარი და ეს ყველაფერი ეხლა არა მერე უნდა გაირკვეს ეხლა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ჩვენ ეს ყველაფერი გავჩვდით ან ყველაფერი ამაზე ხმა არ ამოვიღეთ მათ შორის პირადი თავდასხმები მიშაზე ავიტანეთ მათ შორის 2024 წლის პარტიიდან წასვლა და ეს უბედურებები ყველაფერი ავიტანეთ ხმა არ ამოვიღეთ და შევედით ამ ალიანსში ვთქვით რომ ჩვენთვის პირად ეგოებზე უფრო მნიშვნელოვანი არის საერთო ბრძოლა და პოლიტიკა არ არის ვის ვინ უყვარს და ალიანსში და ასე შემდეგ პოლიტიკა არის საერთო ინტერესი და საერთო ინტერესი არის ბიზნა ივანიშვილის წინააღმდეგ მაგრამ რა ვნახეთ ხო ხა ნახეთ თავდასხმები და ეხა ალიანსის 5 განცხადებიდან 4 იყო ნაციონალური მოძრაობის დაგმობაზე და მიხეილ სააკაშვილის დაგმობაზე და შესაბამისად მე ეს პასუხი თავის და უნებურად წამოვიდა მიშასგანაც და ცხადია რომ წამოვიდა ნაციონალური მოძრაობისგანაც მაგრამ თავარი რა არის თავარი არის ის რომ 14 წლის განმავლობაში ოპოზიციურ ველზე მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ მოუგია არავის როგორ დაასრულეს თვითონ ნახეთ ძალიან კარგად და თუ ვამბობთ რომ საერთო მიზანი ყველასი არის ბიზნეს დამარცხება მაშინ მნიშვნელოვანი არის რომ მის წინააღმდეგ ბრძოლას და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლას რომელიც 14 წლის განმავლობაში ყველაზე რეპრესირებული პარტიაა ყველა უნდა შეეშვას და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო მიზანზე მაგრამ აი ეს თამაშის წესების დარღვევა არის თუ არა რაც იყო ამ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, როგორც ხვდები, ნაციონალური მოძრაობა რჩება ოპოზიციურ ალიანსში, ხო? თქვენი პასუხიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში არავის არ ჩვენ არ დაგვიტოვებია, არავის არ არა ეს თამაშის წესების დარღვევა. ვისგან? იგა ჩვენი იყო მხოლოდ პასუხი. მიშას იყო მხოლოდ პასუხი. იმ თავდასხმებზე რაც იყო ალიანსისგან და ეხლა თუ სათითაოდ უნდა ჩავყვეთ მიშას სტატუსს, ხო? მიშას არც ერთი სტატუსი არ ყოფილა თავდასხმა. არა, მოდი უფრო სხვანაირად შევხედოთ საკითხს. ანუ, აი როგორ გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ ფონზე, როდესაც საქართველოს ისევ დადგა დღის წესრიგში, მათ შორის ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერილი ეს აქტი 11 რიცხვში დაგეგმილი ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა რომელმაც პრაქტიკულად უნდა დაუდოს საფუძველი გადაწყვეტილებას შეგვიჩერდება თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია ამჯერად უკვე სომხეთში დამარცხებული რუსეთი და ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმის დამარცხებაზე საქართველოში და მე უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი, როდესაც ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის დაპირისპირებებს უყურებს ამომრჩეველი, რომელსაც ეუბნებია, რომ მე ვარ შენთვის ალტერნატივა, ის ჩათვლის ოპოზიციას მოგების უნარიანად სანდოობა როგორ გამოიყურება ამ შემთხვევაში მათ შორის ოპოზიციისა, რომელიც ალტერნატივას თავაზობს. გეთანხმებით, რომ იმის გათვალისწინებით, რაც ეხლა ხდება ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში, იმიტომ რომ მსოფლიო იცვლება, რასაც ჩვენ უყურებთ და
რუსეთი მარცხდება ყველგან. ხო, რუსეთი დამარცხდა ვენესუელაში, დამარცხდა სირიაში, მარცხდება უკრაინაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, დამარცხდა სომხეთში. თან დამარცხდა უპირობოდ, ხო? ეს რას ნიშნავს? ეხლა აზერბაიჯანი თავისი პოლიტიკით, მათ შორის დისტანცირებით რუსეთისგან, სომხეთი, რომელიც დაკარგა და რომელიც მთავარი დასაყრდენი იყო რუსეთისთვის, ეს მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ სურათს რეგიონში. და სად არის ამ დროს საქართველო? საქართველო არის იქ, სადაც ის 2012 წელს დააბრუნდა ბიძინა ივანიშვილმა, ხო, იზოლაციაში და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 11 ივნისს მათ შორის უნდა შედგეს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და კაცმა არ იცის ვიზა ლიბერალიზაციას დაუტოვებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილის გამო. ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ეს ქვეყანა დაკარგავს იმდენ რაღაცას, რომ აწლეულები დაჭერდება ბიძინა ივანიშვილის შეცვლის შემდეგ იმას, რომ იმ ნიშნულზე დაბრუნდეს ეს ქვეყანა, როგორც დაბრუნდა 2012 წელს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ბრძოლა. ხო და ის კონსოლიდირებული როგორ იქნება ეს კონსოლიდირებული ბრძოლა? განახილს უწყობს, მე მგონი არა. ნახეთ, გაჩუმება კითხვებზე და ტყუილი ამ პროცესს ხელს არ უწყობს. ხელოვნურად შექმნილი გაერთიანებები, რომელიც პირველივე ბრძოლაზე შეიძლება დაიმსხნენ და შუშის ფეხებზე იდგნენ, ამ ბრძოლას ხელს არ უწყობს. ამ ბრძოლაში ჩვენ მოვიგებთ მხოლოდ სიმართლით და ამ ბრძოლაში ჩვენ მოვიგებთ ღიაობით და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს კულუარებით ვერ მოუგებთ. იგა თქვენ არ გაინტერესებთ კულუარებში რა გარიგებები შეიძლება ყოფილიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ვის აპირებდნენ რომ თქვენთვის დაესვათ მაგალითად პრემიერ-მინისტრი. რა გარიგებები მე ვსვამ ამ კითხვებს, აი ამ კითხვებს, რომ კარგი იქნებოდა სხვათა შორის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ეს თემა მორჩენილიყო, ჩვენ შემდეგ არ ყოფილიყო, მაგრამ ერთად ვშდარიყავით, სისიამოვნებით დაუჯდებოდით. სიამოვნებით მოგიწვევთ და დაგიწვევთ. დებატებზე, იმიტომ რომ ვილაპარაკოთ, გველაპარაკა ამაზე, ხო? აი რანაირად შემოვიდა ნიკა გილაური ამ პროცესში. არ არის ეს ისეთი საკითხი, რომელიც თქვით და დავივიწყეთ, იმიტომ რომ ალა ნიკა გილაურები ყოველთვის გამოჩნდებიან, როდესაც ბიძინა მიხვდება, რომ სადღაც დაერხა და სადღაც აგებს. ანუ ბიძინამ შემოიყვანა ოპოზიციურ პლანზე გილაური ამას ამბობს. ინგა ძალიან მარტივია, თქვენ ხო ამ ხელა გამოცდილება გაქვთ და აი ხა მითხარით, ხო ურთმელიძესავით დედა არ არის და მამა არ არის, რო თქვა გვარამია, მაგას არ დავეთანხმები, ხა გარეკადრება იქ პასუხი, მაგრამ ძალიან ლოგიკური კითხვა მაქვს. ნიკა გვარამიას ძმა არის უმდიდრესი ადამიანი ირაკლი გილაური. რამდენიმე დღის წინ ერთად იყვნენ უჩა მამაცაშვილთან ერთად, ეგ და უჩა მამაცაშვილი ირაკლი ერთად იყვნენ საზღვარგარეთ ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე. უმდიდრესი ადამიანია, რომელიც ალაგებს უჩა მამაცაშვილის და ეგ ალაგებენ ბიძინას და ბიზნესმენების ურთიერთობას. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ამ ხელა ფული 40 მილიონი თუ რამდენიც არის, რაც ტრიალებდა საარჩევნოდ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია კრიზისში იყო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ფულმა ასე იტრიალა ამ საარჩევნო ისა რა ქვია, ველზე? რა იყო ეს შეთანხმება? ანუ თუ ასეა დანაშაულებთ, მაშინ ხო გაუგებარი ხდება ინგა მე არ ვადანაშაულებ შექმნამდე რატომ არ გაიარეთ? მე ჩემი პოზიცია, ჩემი პიროვნული პოზიცია ალიანსში ჩვენ არ უნდა შევსულიყავით, ეს იყო და მე ძალიან უმცირესობაში ვიყავი ჩემს პარტიაში მათ შორის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს თემაც არ იქნებოდა და არ გაიხსნებოდა თქო ალიანსის რაღაცა, რაც არ იქნებოდა სწორი. იმიტომ რომ მე ამას დიდი ხანია უკვე ვიძახი, რომ ამ კითხვაზე პასუხია მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მოყვა ალიანსის თავდასხმებს მათ შორის, იმიტომ რომ თავარი მიზანი თუ ის არის, ახლა უკაცრავად მართლა გვითხრან, ახლა თუ ერთპიროვნული მართველი მანდ ჩერგოლეიშვილია, მაშინ გვეცოდინება, რომ ქალბატონი ჩერგოლეიშვილია მანდ ერთპიროვნული მართველი. თუ ალიანსის თავარი მიზანი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ებრძოლონ, თუ თავარი მიზანი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი საიდანაც უნდა გაწიონ და რა სიტყავს ეს მიშა ესეც. ანუ მიშამ პოსტები არ წეროს, მიშამ რეკომენდაციები არ მისცეს, პირი უნდა ამოიკეროს და იქ სადაც ზის, იქ უნდა ჩაყუდეს თუ რა უნდა ქნას, ანუ რა სიტყვენ. რატო დაიწყო როცა რაღაცა დაპირისპირებამდე მიდის ხო და მიუყვეთ საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება? არ დაწყებულა ეს დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობას, არ დაუწყია ეს ინგა. არ დაუწყია ეს მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო პასუხი მაგათ ალიანსის კონკრეტულ ქმედებებს. ეხა 5 განცხადებიდან მართლა 3 ნაციონალური მოძრაობის დაგმობა იყო, ხო? ამიტომაც ზუსტად იმიტომ, რომ მე რაღაცები დაიწყოს, მე როდესაც ვსაუბრობ ამ კონკრეტულ რაღაცა შეკითხვები მაქვს თქო. იმას კი არ ვამბობ მართლა რომ ვიღაცა ფეხებით უნდა ჩამოვკიდოთ. მე შეცდომას ყველა უშუებს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ ეს შეცდომა იყო და ეს შეცდომა უნდა აღიარონ კონკრეტულმა ადამიანებმა. გააქვთ სატელეფონო კონტაქტი, ანუ თქვენს აი ამ რეაქციაზე რა რეაქცია აქვს? ძალიან ბევრს გონია. მე ხო ვიცი რომ საკუთარი საზომით უყურებენ ხოლმე ზოგადად ადამიანები პოლიტიკურ სპექტრში და ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე მით უმეტეს რაღაც ნაციონალურ მოძრაობაში რომ ძალიან ბევრს გონია რომ ეხლა მე რომ ამას ლაპარაკობ მიშამავალებს აუცილებლად, მაგრამ მე შემიძლია და პირიქით თქვა. ეგ კომუნიკაცია მაქვს რა თქმა უნდა, არა სატელეფონო. არ ვიტყოდი რომ თბილი კომუნიკაცია მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიშას პოზიცია ყოველთვის არის ესეთი, რომ მიშას აქვს უნიკალური უნარი, რაც მე არ მაქვს.
აი გულწრფელად ვაღიარებ, რომ მიშა შეუძლია რომ ყველანაირი თავდასხმა, როცა ქვეყანას ეხება საქმე და როდესაც საერთო ბრძოლას ეხება, მაშინ დაივიწყოს ყველაფერი და ეს ბევრჯერ ხო, მაგრამ მისგან წამოვიდა ნაციონალური თენგო კირთაძე, თევზაძე უკაცრავად, მერე იყო ლემონჯავა, ხო, ანუ ახსენებდა თავის სტატუსებში ოპოზიციური ალიანსის ლიდერებს. მას შემდეგ თვითონ სააკაშვილისგან მოდიოდა ეს. მას შემდეგ რაც კონკრეტულად იყო, ეხა ის რა ქვია, თავდასხმა მიშაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე და მე ბოლო-ბოლო უპასუხა მიშამაც როგორც იქნა და ამას მოყვა შემდეგ ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი ეხა რა არის? ამ ყველაფერი როგორ უნდა გაგრძელდეს? ხო, აი ეს მაინტერესებს, როგორ გრძელდება? აქ თავი, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი რა გინდათ იმ ალიანსში, სადაც ესე ძულხართ და აქ რაღაცა და ასე შემდეგ. ჯერდი სიძულვილი საერთოდ კიდე ძალიან პირობითია. სიძულვილი კი არ არის. მე მესმის, რომ ყველას ინტერესი ამ 14 წლის განმავლობაში და ამ ყველასი აბსოლუტურად ეს თავარი შეცდომა არის ოპოზიციურ სპექტრზე. ის კი არ არის ინგა, რომ აუცილებლად ფოკუსი ბიძინა ივანიშვილზე უნდა იყოს 2024 წლის არჩევნებზე. არავის არ უმუშავია ქართული ოცნებისთვის ხმები წაერთმია. ყველა იმაზე იმუშავა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიძიძგნათ ბოლომდე და ბოლოს გაიცინა ბიძინა ივანიშვილმა, ხო, როგორც გაიცინა. ამიტომაც მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რომ ამ კითხვებში და ამ პოლემიკაში არაფერი ტრაგიკული არ არის. უბრალოდ ეს უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ ამ მრჩევლმა, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში. მე არ მინდა პასუხისმგებელი ვიყო ისეთ გადაწყვეტილებებზე, რასაც მე არ ვიღებ. ინგა მათ შორის ოპოზიციურ სპექტრზე. მე ანაწილებს, იმიტომ რომ მე მინდა რომ დიდი ხანი პოლიტიკაში ვიყო და მინდა რომ შემეძლოს რომ ჩემი ამორჩეველი რომ ნახავს და მეტყვის რომ ამაზე რატო არ მითხარი, ხო, კონკრეტულად კონდეს სათქმელი რომ მე ვთქვი, შეიძლება ვერ მოახდინე გადაწყვეტილებაზე გავლენა, მაგრამ აქ თქვი და მე კონტრარგუმენტები არ მომაქვს ახლა, იმიტომ რომ დავაანონსე კიდეც რეაქციაში შემდეგი სტუმარი იქნება სწორედ ნიკა გვარამი, ამიტომ მხოლოდ კითხვებით ვიფარგლები და მათ შორის ყველაზე მთავარი კითხვა მესმის, რომ ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს, თქვენ ამბობთ პასუხები გჭირდებათ, მაგრამ აი ურთიერთობა როგორ შეიძლება გაგრძელდეს და მათ შორის ამომრჩევლის ურთიერთობას გულისხმობ ოპოზიციასთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, აი ეს აქცია სანქცია ალტერნატივა და მე ამომრჩეველს მეუბნება, მათ შორის თქვენი გუნდიც, ხო ყველა ერთად ვინც არის წარმოდგენილი, რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა და აი ამ დროს ვუყურებ, სულ რომ ტელევიზიაში არ გავაშუქოთ ეს ამბავი, სხვა ჩვენ ძალიან დიდი ხანი არ ვაშუქებდი, მაგრამ რაღაც ისეთ წერტილამდე მივიდა, რომ უკვე მართლა კითხვები გაჩნდა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს საერთოდ ოპოზიციის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და აი მე ამომრჩეველი, რიგითი ამომრჩეველი ვფიქრობ, რომ სოციალურ ქსელში შევდივარ და პასუხი ბრალდება, პასუხის პასუხი ბრალდება და ამ დროს მეორე მხრივ მეუბნებია, რომ მე ვარ ალტერნატივა. აი აქ როგორ გრძელდება? აი ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმები მიხეილ სააკაშვილზე შეწყდეს. ეს თქვენი პირობაა პარტიის? რა თქმა უნდა, თქვენი სახელით ამბობთ თუ პარტიისა? პარტიის სახელითაც, მათ შორის, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივა, ახლა ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დატოვებას, მაგრამ ხო ძალიან თქვენ იქნებით იქ, სადაც გამუდმებით ცდილობენ, რომ გაგწიონ, გაგინონ და ასე შემდეგ, გლანძღონ და ასე შემდეგ, იქნებით იმ ადგილას? მე თუ პიროვნულად ჩემზე არის საუბარი, პიროვნულად მე არა, მაგრამ აქ რა გეგმა აქ ერთიანობა ზე ოპოზიცია. ეს ერთიანობა ცალმხრივი არ არის. ერთიანობა არის ორმხრივი და ეს არასოდეს ნაციონალთა შორის კიდე მთავარი კითხვა, არასოდეს ეს ნაციონალურ მოძრაობას არ დაუღვევია და 2024 წლის არჩევნებამდე ერთიანობას რო ვიძახდით, საერთო სიას რო ვიძახდით და ყველაფრისთვის მზად რო ვიყავით, რომ ყველაფერი დაგვეთმო, პარტიაც, პარტიული ბრენდით, საპარლამენტო კვოტები და ყველაფერი ოღონდ ერთიანი სია ყოფილიყო, ინგა რატო ჩაშალეს ეს კონკრეტულმა ადამიანებმა და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას 2024 წლის წინა საარჩევნო პერიოდს ვიხსენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, აი ვინც გეყოლებათ ახლა სტუმარი კითხეთ, რომელსაც შეიძლება ეგონა რომ ოქროს გასაღები ეჭირა ხელში, მაგრამ აღმოჩნდა რომ საბოლოოდ არნერი გასაღები არ ეჭირა არავის ხელში და საბოლოოდ მაინც გაიცინა ბიძინამ. ამიტომაც რა უნდა გააკეთოს ამორჩეველმა? ამორჩეველმა ეს ყველაფერი უნდა მოისმინოს იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ვის გაყვეს ბრძოლაში? უნდა იცოდეს ამორჩეველმა და ამორჩეველი იყოს ინფორმირებული, მაგრამ სადღაც აი ამ გარკვევის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა მორჩეს და ყველამ საკუთარ თავში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა არის მთავარი მიზანი. ვიღაცაებს გონიათ ოპოზიციურ სპექტრში, რომ კიდე 30 წელი რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს, ინგა კიდე 30 წელი იქნებიან ოპოზიციაში და ექნებათ ან პირველი ან მეორე ოპოზიციური პარტიის სახელი და ნაციონალური მოძრაობის მიზანი ეს არ არის. ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის უპირობო დამარცხება, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარებას, რომ საქართველო იზოლირებული არ იყოს.
სანქცირებული არ იყოს, ვიზა ლიბერალიზაციის პრობლემა არ ქონდეს, იმის პრობლემა არ ქონდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები პროდუქტებს ვერ ყიდულობდნენ და კვერცხის გაიაფებაზე გველაპარაკებოდა მთელი 6 თვის განმავლობაში ხელისუფლება და კვერცხი გაძვირდა კიდე და იმის პრობლემა არ ქონდეს, რომ შვილებს ვერ აჩენენ ამ ქვეყანაში და რომ აჩენენ შვილებს, უბრალოდ შვილებს ვერ არჩენენ და 5 ლარი არ ქონდეთ იმისი, რომ სკოლაში უბრალოდ ბავშვს საჭმელი გაატანონ. ამიტომ ყველა საკუთარ თავში უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ვიყავით ნამდვილი ერთობის მომხრე და ყოველთვის ვიქნებით ნამდვილი ერთობის მომხრე, მაგრამ თავდასხმების გარეშე ჩვენ არავითანთ ქართული ოცნებისგან გვეყოფა, რაც ვართ რეპრესირებული და 14 წლის განმავლობაში უსამართლოდ ძალიან ბევრი თავდასხმა მოითმინა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ ბევრი ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ეკუთვნოდა ეს თავდასხმა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინტერესებს ამ ახალ კანონზე მინდა გკითხოთ, გააქვთ რაიმე ასეთი მოლოდინი, რომ არანაირი არ მაქვს და მე შეეხოს მას როგორც ვთქვათ უკრაინის მოქალაქეს? არ ჩამითვლია მე პირადად რომ ქართული ოცნების თავში რა შეიძლება მოიხარშოს კაცმა არ იცის, მაგრამ მე არ მაქვს ესეთი მოლოდინი არანაირი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი რატო ყავს ციხეში ბიძინას და აი ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც იცის ეს, მაგიტომაც არის ეს განსაკუთრებულად აქვთ ეს მიშასთან ეს რომ და ასე მგონია ხოლმე ხანდახან რომ ბევრს უნდა კიდეც რომ იქ ციხეში იყოს მიშა ცოტა ხანი. ქოცებს ხო უნდათ, მაგრამ აქეთა ფლანგზეც, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ მიშა გარეთ რო იყოს. ეხლა აი მოვიდნენ და მე გაეჯიბრონ. აი მაგალიანსიდან ნებისმიერი მე მოვიდეს და გაეჯიბროს. ეხლა მიშა გარეთ რო იყოს და შესაძლებლობა ქონდეს რომ გამომრჩევლის გადასაწყვეტია სინამდვილეში ხო და არა რა თქმა უნდა ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მაგრამ შესაძლებლობელი მიშასი არის აბსოლუტურად სხვა ვიდრე შეიძლება იყოს ყველასი მაგ ალიანსშიც, მაგრამ მე არ ველი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ოპონენტი არის მიშა, მაგიტო ყავს ეგრე გამოკეტილი ამდენი წელია და რა ვიცი იმდენი წელია მიშა. თქვენ გემახსოვრებათ ნიკა მელიას წერილი, რომელიც მან გამოაგზავნა საკნიდან, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს მიდიოდა ერთგვარი მოლაპარაკება, გარიგება დავარქვათ, მოდით პირდაპირ სახელი დავარქვათ, ან მოლაპარაკება, კარგი დავარბილებ ივანიშვილთან, ქართულ ოცნებასთან, რომ ის გამოეყვანა ციხიდან და ეს ადამიანი, ვინც იყო მომლაპარაკებელი, როგორც წერდა მელია, ეხლა მე ძალიან მოკლედ ყვები, დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენმა მაყურებელმა მრავალჯერ წაიკითხა ნიკა მელიას ეს წერილი, შედიოდა მასთან, სააკაშვილთან, მათ შორის, როცა ის იწვა ვივა მეჩი. ანუ მცდელობა იყო თუ არ იყო ამისი ამაზე რა სიტყვა. აუ, სრული აბსოლუტურად. გარიგება რომ მაგაზე უპასუხე არაერთხელ და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო ნაციონალურ მოძრაობაში, მე თავმჯდომარე იყო, მე ძალიან მწუხარო, ეხლა ვუყურებ, აი ეს წერილი ჩვენთვის იყო ტრაგიკული უბრალოდ. არ ქონდა სააკაშვილს ამის მცდელობა, რომ რაღაც მოლაპარაკება შემდგარიყო ოცნებასთან ვიღაცის მეშვეობით. სრული სიგიჟე, ან მაშინ უნდა გამოვიდეს მიკა და რაღაცა ილაპარაკოს მაშინ რა, ნახევარ სიმართლე არ არსებობს მაგამაში, მაგრამ თვითონაც იცის, რომ რასაც ყვება ეხა არის სრული სიგიჟე და არ შევყვები მაგაში, იმიტომ რომ მაშინ ისე უნდა უპასუხო ციხეშია და ვითვალისწინებ, რომ ციხეშია. ნახეთ, მაგრამ რო ვთქვი მე რომ ეს თავდასხმები ისე არ დაწყებულად ხო ჩვენ პასუხისგაცემა დავიწყეთ და ესე არ მოსულა უბრალოდ ჰაერიდან თავდასხმებით ხო მათ შორის ეს წერილებიც ვიგულისხმე ხო ნიკასი და არა ერთ-ერთ მიხეილ სააკაშვილს იმდენი წელი აქვს მიჯილი რომ მე ცოტა მიჭირს ეხლა რომ დავითვალო და ზუსტად გითხრათ რამდენი წელი აქვს მიჯილი და რატო აკეთებს მაგას ქართული ოცნება რატო არის ნაციონალური მოძრაობა ყველაზე რეპრესირებული პარტია 40000 პარტიის წევრი რო ყავს დევნაში და სისხლის სამართლის საქმე რო არის აღწეული და პოლიტიკური ლიდერები რო ციხეში გვიზიან და მიშას რო ამდენი წელი აქვს იმიტომ რომ ზუსტად იცის ბიძინა ივანიშვილმა რომ 14 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა არის ინგა ვინც ვერ იყიდა ვერ გატეხა და ვერაფერი ვერ უკნა და რაც ყველაზე მეტად აგიჟებს კი გაიყვანა და ვიღაცები იქ რაღაცა პროექტები შექმნა და ყველა გასვას 14 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ერია მეტნაკლებად მაგრამ ვერაფერი ვერ უკნა და აი მაგიტომაც გიждდება რომ ზუსტად იცის რომ მიხეილ სააკაშვილი არის და ნაციონალური მოძრაობა ის ვისაც ამ ბრძოლაში უკან დასახევი გზა ბევრისგან განსხვავებით არ აქვს იმიტომ რომ ჩვენ ესე წარმოგვიდგენია რომ ჩვენს უკან ეს ქვეყანა დგას ჩვენს უკან საქართველოს მოქალაქეები დგანან და ჩვენ არანაირ გარიგებაში მტერთან ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ მოცნებასთან არ შევოთ აი ამიტომაც ჯის ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსაც და ნაციონალურ მოძრაობას მადლობა ანა და 20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი ბოლო კითხვა ეს იქნება 20 ივნისს დაანონსებული აქცია ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაორგანიზებული აქცია თუ ეს იქნება ოპოზიციური ალიანსის ერთიანი აქცია ეს არის სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებული აქცია ძალიან
ძალიან დიდი მადლობა რომ მკითხეთ, იმიტომ რომ 20 ივნისი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ეს არის ღირსების დღე. გავრილოვის ღამე ახსოვს ყველას, ხო, როდესაც ეს ღიად ქართულმა ოცნებამ გაბედა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა ოკუპანტი. და ამით პირდაპირ გვითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები, რას ფიქრობენ, შემდეგ დაარბია და თვალები დათხარა საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომაც ჩვენ ცხადია, რომ ამ დღეს ვიქნებით გარეთ ნაციონალური მოძრაობის დაორგანიზებული ეს არ არის, ეს არის კონკრეტული სამოქალაქო ჯგუფების დაორგანიზებული აქცია, უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება თავის მხარდამჭერებთან ერთად 20 ივნისის აქციას და ჩვენ ყველა აქციას ვუერთდებით, ვინც არ უნდა დაანონსოს, თუმცა განსაკუთრებულად ვთვლით, რომ 20 ივნისი არის ის თარიღი, როდესაც უნდა ვანახოთ კიდევ ერთხელ ყველას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ბევრად მეტი საქართველოს მოქალაქეა. დიდი მადლობა, ანა, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.